გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია და BMG TV-ს ეთერში გადაცემა რედაქტორის დროა. მე ამ გადაცემის წამყვანი და BMG-ს რედაქტორი ვიქტორია მღებრიშვილი ვარ. დღეს ვისაუბრებთ ფიტნესზე, როგორც ბიზნესზე. საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესი წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება და ფიტნეს და სპორტული დარბაზების მიმართ ინტერესიც მზარდია. შესაბამისად, დედაქალაქსა თუ ქვეყნის სხვა ქალაქებში ამ მიმართულებით ბიზნესის განვითარებაც შესამჩნევია. რედაქტორის სტუმარი დღეს ოქტოპუსის თანადამფუძნებელი გიორგი ასათიანი იქნება, რომელიც კომპანიას 2016 წლიდან მართავს. ფიტნესის კლუბის დღეს უკვე ქსელის ისტორია კი 2015 წლიდან იწყება. დღეისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიტნესის ინდუსტრიის ქართულ ბრენდად ქცეული ოქტოპუსი 5 ფილიალს თბილისში და 1-ს ბათუმში მართავს და 200-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. საქართველოში დაფუძნებული და განვითარებული ბიზნესი კლუბის წევრებს მომსახურებას ამერიკულ Live Fitness-თან და იტალიურ Techno Gym-თან პარტნიორობით სთავაზობს. კომპანიის 2024 წლის ანგარიშგების მიხედვით ოქტოპუსის შემოსავლები გასულ წელს 4 მილიონ 400.000-მდე 4 მილიონით გაიზარდა 4 მილიონ 600.000 ლარამდე და რაც თითქმის სრულად მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი იყო. დოკუმენტიდან ჩანს, რომ გასულ წელს კომპანიამ სახელფასო ანაზღაურების ხარჯი 3 მილიონ ნახევრიდან 5 მილიონ 400.000-მდე გაზარდა. როგორია დღეს ფიტნესის ბიზნესის განვითარების ტენდენციები და რა თავისებურებები და გამოწვევები აქვთ კომპანიებს? რედაქტორის ამ და სხვა კითხვებს დღეს ოქტოპუსის თანადამფუძნებელი უპასუხებს გიორგი ასათიანთან ერთად, ასევე შევაჯამებთ 2025 წელს და ოქტოპუსის განვითარების გეგმებსაც მოვისმენთ. გიორგი უკვე ჩვენთან სტუდიაშია. გამარჯობა გიორგი, მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა ვიკა, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გიორგი, როგორც აღვნიშნე, 2024 წლის ანგარიშგების მაჩვენებლები გასული წელი შემოსავლების კუთხით კომპანიისთვის დადებითი მაჩვენებლებით დასრულდა. მე მაინტერესებს, როგორი იყო ბიზნესები ყოველთვის გეგმავენ წლის გეგმებს წლის დასაწყისში და მაინტერესებს, როგორი იყო თქვენი გეგმა და რამდენი შეეძლით 2025 წელს აი ამ გეგმის შესრულება უკვე ბოლოა და რომ შევაჯამოთ ერთგვარად. კი ბატონო. 2025 წელი რეალურად ძალიან მიუახლოვდა იმ დაგეგმილ მაჩვენებლებს, რაც ჰქონდა თქვა ამ წლისთვის გათვლილი. რეალურად ნახა ჩვენ სიტუაციაში ეს გამოიხატება მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის კუთხით და ასევე თქვა თუნდაც ერთ მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის მიერ თქვა კოეფიციენტურ ჭრილში, ხო? ამან რეალურად კომპანიის ზრდაზე გავლენა იქონია როგორც თქვა დამატებითი კლუბების გახსნამ, ასევე რეალურად იმ მომსახურებების მრავალფეროვნების შეთავაზებამ, რაც კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება შესძინა ჩვენს ფიტნეს კლუბებს. ფინანსურ ჭრილში რო ვისაუბროთ, როგორი იყო აი თქვათ პროცენტულ მაჩვენებლებში რო გამოვსახოთ, იმიტომ რომ ვიცით რომ ანგარიშგებები ეხლაც 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა უკვე თქვენი კომპანიის. დაახლოებით რამდენი პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდით და რამდენი პროცენტიანი ზრდა გაქვთ წელს თქვენი მომსახურებით? 2025 წელზე თუ ვისაუბრებთ, დაახლოებით ჩვენ ვთვლით ხოლმე სადღაც 15-დან 20%-მდე ზრდას. ეს გულისხმობს რეალურად მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას. ოღონდ იმ თვალსაზრისით, თქვათ იმ პერიოდში ემატებათ თუ არა დამატებითი ახალი კლუბი, რეალურად ხა წელს არ გაგვიკეთები, არ გაგვიხსნი არაფერი ახალი, იმიტომ რომ 2024 წლის ბოლოს იყო, როდესაც დავამატეთ 2 დიდი კლუბი, ერთი თბილისში და ერთი ბათუმში და შესაბამისად მაქსიმალური აქცენტი წელს იყო გაკეთებული არსებული კლუბების მაქსიმალურად დატვირთვაზე და ამუშავებაზე და იმ სტანდარტების შენარჩუნებაზე, რითაც ოქტოპუსი გამოირჩევა და ასევე მრავალფეროვანი თქვა სხვა თუნდაც სერვისების და მომსახურების შეთავაზებისთვის, მომხმარებლებისთვის, რომელიც 2025 წელს დამატებითი სიახლე იყო ჩვენი კლუბის წევრებისათვის. რა სიახლეები იყო, რა შესთავაზეთ, აი წელს რა სიახლე ჰქონდათ, თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ? წელს ძალიან ბევრი სიახლე შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს, რომელიც გონია რომ თქვა თუნდაც ჩვენი კლუბის წევრებისთვის კიდევ უფრო მეტად თქვა ლოიალური გახადა ჩვენი კლუბის მიმართ. იქნებოდა ეს თქვა თუნდაც სხვადასხვა ჩატარებული სპორტული აქტივობები, როგორც იყო ჩემპიონატები პადელში და თქვა სხვა სივრცეებში, იქნებოდა ეს დამატებითი სერვისები, თქვა თუნდაც ვარჯიშის მიმართულებით და უფრო მორგებული მომხმარებელზე ისეთი აქტივობები, რომელიც იყო თქვა თუნდაც გაანალიზებული წინა წლების პერიოდში. თქვენ რამდენიმე გადაცემას ვუყურე, როცა მზადებოდი და სულ ყოველთვის აღნიშნავთ, რომ წლიდან წლამდე ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი იზრდება და შესაბამისად აი საწყის ეტაპზე რაც იყო თქვა ოქტოპუსის მიმართ ინტერესით
ეხლა უკვე 10 წლის თითქმის 10 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეცვლილია. რომ გამოვხატოთ ეს თქვენი კლუბის წევრების მაჩვენებლებში, მომხმარებლების, რომლებიც მუდმივად დადიან თქვენთან. დაახლოებით რამდენი ადამიანი არის დღეს ოქტოპუსის წევრი, კლუბის წევრი? რეალურად ძალიან სწორად აღნიშნეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ მოთხოვნა და ინტერესი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა არა მარტო საქართველოში, არამედ რეალურად მსოფლიოში და მით უმეტეს უფრო დასავლეთში, ესე რომ ვთქვათ, დღესდღეობით საქართველოში მაინც ცოტათი უკან ვართ ახლა თუ შევადარებთ ევროპას და ამერიკას, იქ სადღაც საშუალო მაჩვენებელი არის, რომ მოსახლეობის 17-18% ვარჯიშობს, ჩვენთან ბოლო კვლევა რაც არის ჩატარებული, ეს არის 2021 წელს, ესეთი სრულყოფილი კვლევა და 2021 წლის მონაცემით იყო დაახლოებით 2-დან 4%-მდე, რაც ნუ ხებერად ჩამორჩება, თუნდაც ვთქვათ ევროპის მაჩვენებელს. თუმცა ჩანს კიდეც ახლა ბაზარზე, რომ ინტერესი არის საკმაოდ მაღალი, ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს თუნდაც დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც ნებისმიერ ვთქვათ ახალ წამოწყების დროს, როდესაც ვთქვათ ფიქრობენ ახალ ვთქვათ მშენებლობის წამოწყებას, ეს იქნება ვთქვათ საცხოვრებელი კომპლექსი თუ ბიზნეს ცენტრი თუ ნებისმიერი სხვა კომერციული ტიპის მშენებლობა, ყოველთვის აქვთ ხოლმე გათვალისწინებული ცოტა wellness მიმართულებით კომერციული ფართის თავის საცხოვრებლებს შესთავაზონ მომსახურებად. კი, ყოველთვის აქვთ ხოლმე და მე ჩვენ შემთხვევაში რა თვეში დაახლოებით მინიმუმ 2-3 შემოთავაზებას ვიღებთ ხოლმე სხვადასხვა ვთქვათ ობიექტებისგან რო განთავსდეს იქ ვთქვათ იმ ადგილას ოქტოპუსი. აი ამ მიმართულებით პროცენტულად დაახლოებით რამდენი გაიზარდა 2025 წელს თქვენ თქვით რომ დაახლოებით მოსახლეობის 2-დან 4%-მდე ვარჯიშობს, ეს არის 2021 წლის მაჩვენებელი, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ეს ფაქტობრივად ის პერიოდია, როდესაც იყო ბლოკადა ფაქტობრივად გაჩერებულები ვიყავით, ხო? პანდემიის პერიოდში და სახლებში ვისყედით. თუმცა, ნუ მაშინაც 2-დან 4%. რამდენად შეიცვალა აი მარტო ოქტოპუსის მაგალითზე, თუ გაქვთ მონაცემები, რამდენად შეიცვალა აი ეს დატვირთვა, თუნდაც აი თქვენი შიდა დატვირთვიდან გამომდინარე, რამდენად გაზრდილია დატვირთვა, თვითონ რაოდენობრივი მაჩვენებლების შორის. ჩვენ შემთხვევაში საკმაოდ გაზრდილი არის მომხმარებელთა რაოდენობა. წლიურად მაინც. ხო, წლიურად დაახლოებით არის 27%, ანუ 2025 წელს გულისხმობ. რაც გულისხმობს იმას, რომ 2025 წელს ჩვენი აქტიური კლუბის წევრების საშუალო თვეზე გადაანგარიშებით რო გამოთვალო, დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი 2024 წლის საშუალო ერთი თვის აქტიურ წევრებთან შედარებით. ეს არის თქვათ ერთი მონაცემი და მეორე მონაცემი, რაც ასევე ძალიან საინტერესო არის, ჩემი თვალსაზრისით, ეს არის, რომ კლუბის წევრების ვიზიტები კლუბშიც ასევე გაზრდილია. ან გულისხმობ იმას, რომ მაგალითად 2024 წელს იყო დაახლოებით კვირაში 2-დან 2.5 ესე რომ ვთქვათ დღე, როდესაც სტუმრობდა კლუბს და დღეს დაახლოებით არის აწეული 3-ზე და 4-ზე, როდესაც ვთქვათ ხო, კვირის განმავლობაში სტუმრობს კლუბს. რეალურად ეს მაჩვენებელი კარნახობს იმას, რომ უფრო სერიოზულად უდგება, ვთქვათ, ჩვენი კლუბის წევრი ვარჯიშს და გამოყოფს თავისი თუნდაც დატვირთული დღიდან და კვირის განმავლობაში რაღაც საათებს იმისთვის, რომ იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და რეალურად სიამოვნებს კიდეც და უკვე ქცევაშიც აქვს გადაზრდილი ის, რომ ვთქვათ, თუნდაც სამსახურის მერე ან სამსახურამდე, ან თუნდაც ლანჩის პერიოდში მოახერხოს, რომ მოვიდეს ჩვენთან კლუბში, ივარჯიშოს და რეალურად ამისგან მიიღოს ასევე სიამოვნება და ვთქვათ, მარტო ძალდატანებითი არ იყოს, ხო? ერთ-ერთი მინდა აღვნიშნო, რომ რამაც მგონია, რომ ამას ძალიან ხელი შეუწყო, ეს არის ის, რომ აი რაც ვიგულისხმე სერვისების და მომსახურების გაფართოება, ხო? ანუ დღესდღეობით არ მგონია, რომ კერა ანუ რეალურად ფიტნეს კლუბში და დარბაზში სიარული არ არის მარტო თქვა ტრენაჟორებზე სიარული. ჩვენთან ახლა ოქტოპუსში იმდენად მრავალფეროვან სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებს ვთავაზობთ, იქნება ეს ჯგუფური ვარჯიშები თუ არაჯგუფური პერსონალური ვარჯიშები, სხვადასხვა ტიპის სესიები, რომ მგონია, რომ დღესდღეობით ჩვენი კლუბის წევრებისთვის არის ის
შესაძლებლობა მიცემული, რომ ყველას აქვს თავისი რაღაცა სიამოვნების წერტილი ნაპოვნი. ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს, არ ვიცი, თუნდაც ტრენაჟორები, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს იოგა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ბგერითი თერაპია, რომელიც არ არის ვარჯიშთან დაკავშირებული, მაგრამ მენტალურ ჯანმრთელობაზე არის აქცენტი, ვიღაცისთვის ნებისმიერი სხვა ტიპის აქტივობა და მოკლედ აი ამ მრავალფეროვნებით ვცდილობთ, რომ კლუბის წევრებისთვის შევქმნათ ის ბენეფიტი და ის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ვარჯიში და კლუბში სიარული არ იყოს მოსაბეზრებელი. გიორგი, მოთხოვნის მზარდი დინამიკის პარალელურად არსებობს მეორე მხარე მიწოდება და თქვენ აღნიშნეთ, რომ სამწუხაროდ დარგის ესეთი განახლებული მიმოხილვა არ გვაქვს, თუმცა ალბათ მონაწილეები ამ მიმართულებით სულ მუდამ აკვირდებით რა ტენდენციებია. რამდენად გაჯერებულია ბაზარი მიწოდების ნაწილში სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებით მომხმარებლისთვის? თუ შევადარებთ ახლა ბოლო წლებში ბაზრის ზრდას, საკმაოდ გაზრდილია. ჩვენ როცა დავიწყეთ 2015-16 წლებში, სულ რამოდენიმე ფიტნეს კლუბი იყო ბაზარზე და მათ შორის მარტო თბილისში. დღესდღეობით უკვე ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბია გახსნილი. არა მარტო ფიტნეს კლუბი გახსნილი არის, უფრო პატარა ტიპის ბუტიკ სტუდიოები გახსნილი, სხვადასხვა ტიპის აქტივობები გახსნილია, თქვა თუნდაც პადელის კორტები და ისეთი ტიპის სავარჯიშო სივრცეები, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს ეძლევა საშუალება, რომ დაიტვირთოს და რეალურად მიიღოს ის ბენეფიტი, რაც მოაქვს თუნდაც ვარჯიშის. საკმაოდ მრავალფეროვანი შეთავაზებები გაქვთ, როდესაც გვემზადებოდით თქვენს ვებგვერდსაც გავეცანი და უნდა ვთქვათ, რომ როდესაც საუბრობთ მოთხოვნა მიწოდების ტენდენციებზე, რა ხდება ბაზარზე, აუცილებელია უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ მომხმარებლის მხრიდან არსებული სურვილი იმისა, რომ დაიწყოს ჯანსაღად ცხოვრება, კვების მიმართულებით იქნება ეს თუ სპორტული ცხოვრების ფიზიკური აქტივობის კუთხით დაკავშირებულია ხარჯებთან და ყოველთვის მომხმარებლები უყურებენ რა ღირს ეს მომსახურება. გადავხედე თქვენს ვებგვერდზე წარმოდგენილია და გამჭვირვალეა რა ღირს ვთქვათ ოქტოპუსში კლუბის წევრობა ერთვიანი და ეს ბათუმის შემთხვევაში 205 ლარიდან იწყება და იცვლება სერვისის მიხედვით და თბილისის შემთხვევაში 225 ლარიდან გაქვთ ფასები. ნუ აბონენტსაც გააჩნია 3 თვიანი იქნება 6 თვიანი ვადიანობის მიხედვით, ხომ? თქვენ როგორც ბაზრის წარმომადგენელი გიორგი, როგორ ფიქრობთ, რამდენად ხელმისაწვდომია, იმიტომ რომ ხშირად გამიგონია, რომ ფიტნეს ცენტრში სიარული ძალიან ძვირი სიამოვნება ქართველი მომხმარებლისთვის. თქვენ როგორ თვლით, რამდენად ხელმისაწვდომია თუნდაც ევროპულ და ამერიკულ ბაზრებთან შედარებით, როდესაც ვამბობთ, რომ იქ უფრო მეტია დატვირთვა და ინტერესიც მეტია, ხო, კულტურაც ალბათ უფრო მაღალ დონეზეა. ამ შემთხვევაში ფარსის ნაწილში რა ხდება? ხო, ძალიან კაი შეკითხვა, იმიტომ რომ მაინც მუსირებს ეს აზრი, რომ საქართველოში ფიტნეს კლუბები ბევრად ძვირი არის, თქვა თუნდაც ევროპაში. მაგრამ ამას ყოველთვის თავისი რეალურად ახსნა აქვს, ხო? ანუ სიტყვაზე ვიძახით თუნდაც ევროპაში, როდესაც ხსნი ფიტნეს კლუბს, ან თუნდაც ამერიკაში, რეალურად ფიტნეს კლუბის მთავარი კაპექს ხარჯები, ანუ ის ძირითადი საშუალებები, რაშიც თავდაპირველად იხარჯება ინვესტიცია, ეს ყველაფერი არის ან ევროპული, ან ამერიკული წარმოების. ხო, ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ თანამშრომლობთ Live Fitness-თან და Technogym-თან შესაბამისად, ანუ მარტივად რო ახსნა, სად ის, როდესაც თქვა, არ ვიცი, იტალიაში ან პორტუგალიაში ხსნი ფიტნეს კლუბს, სადაც იქვე არის წარმოება გაკეთებული, ეს არა მარტო სავარჯიშო ინვენტარზე და ტრენაჟორებზე იგულისხმება, დაწყებული როლით, ხა ჩვენთან რაც არის, ყველაფერი, ყველა ძირითადი საშუალება არის იმპორტირებული, დაწყებული, თქვა, სავარჯიშო იატაკის რეჟიმიდან დაწყებული, ნებისმიერი სხვა, თქვა, ისეთი აქტივიდან, რასაც ჩვენს კლუბში შეხვდებით, ხო? აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ხარჯვით ნაწილში უფრო მეტია ხარჯი, კი, როდესაც, თქვა, საქართველოში ხდება ფიტნეს კლუბის ფიტნეს კლუბში ინვესტირება, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია სხვა დამატებით ხარჯებთან, როგორც არის ეს ტრანსპორტირება, საგადასახადო გადასახადები და სხვადასხვა, მოკლედ ბევრი სხვა, ხო? მაგრამ ამის გარდა რეალურად ესე უხეშად რო შევხედოთ, რამდენად ძვირი არის მომსახურება, მგონია რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა მიიღოს იმ
ინფორმირებული გადაწყვეტილება, თქვა, რაში ხარჯავს თანხას, ხო? შეიძლება თქვა, რომელიღაცა ფიტნეს კლუბი ღირდეს 100 ლარი, შეიძლება რომელიღაცა 50 ლარი, შეიძლება 200 ლარი, 500 ლარი. უნდა ვთქვათ, რომ ბაზარზე არის. არის არჩევანი, კი, მაგრამ რეალურად შენ გადაწყვეტილება, შენ სად დადიხარ და რატომ მიხდი რაღაც X თანხას, უნდა გქონდეს გააზრებული, ხო? რაც გულისხმობ იმას, რომ თქვა, იმ რაღაცა X თანხაში, რასაც იხდი, სანაცვლოდ რას იღებ? სიტყვაზე ვიძახი, ხო? ანუ თუ მაგალითად სანაცვლოდ იღებ უბრალოდ რაღაც აბონემენტს, ალბათ უფრო განსხვავებული ფასი უნდა ღირდეს, ვიდრე ის, რომ იღებდე აბონემენტს და დამატებით სხვა ბენეფიტებს, როგორც არის ხა ჩვენ შემთხვევაში 4000 კლასზე მეტი 4000 კლასზე მეტი ჯგუფური ვარჯიში ტარდება თვის განმავლობაში, ხო? შესაბამისად, იმდენად მრავალფეროვანი ჯგუფური ვარჯიში დატვირთული გვაქვს ეს ყველაფერი, რომ ამასაც ბუნებრივია აქვს თავისი ბენეფიტი აქვს და რო არ ჩამოვთვალოთ, თქვა სხვა დამატებით ბენეფიტები, რაც მოიაზრება იმ აბონემენტის ღირებულებაში, რაც ჩვენთან რაც თქვა ჩვენი აბონემენტის ღირებულება მოიცავს. თუ მაგათად არ გინდა ეს თქვა სერვისები, ხო? მაშინ ბუნებრივია უნდა მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომ თქვა ნახო ალტერნატივა, რომელიც თქვა არ გულისხმობს ამ დამატებით სერვისებს და უბრალოდ თქვა არის თუნდაც მარტო ტრენაჟორებზე ვარჯიში, რაც ასევე ადამიანის და შენი ინფორმირებული შეიძლება იყოს ეს ფასი მე მესმის რომ სხვადასხვა ტიპის და შეთავაზების სპორტული დარბაზი და ფიტნეს კლუბი არსებობს საქართველოში, რომელიც სხვადასხვა სერვისს თავაზობს მომხმარებელს, თუმცა შეიძლება თუ არა იყოს ფასი ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რის გამოც დღეს თქვენ ამბობთ დაბალია თუნდაც მოსახლეობის ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების მიმართულებით. კი, ნუ ეხა ბუნებრივია საქართველო არ გამოირჩევა მაინც და მაინც იმ მონაცემებით, რომ იყოს, თქვა, გაუტოლდეს ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორც არიან საფრანგეთი ან თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ხო, განვითარებული ქვეყნები, თუმცა არის მაინც ის წამახალისებელი ინდიკატორები, რაც თქვა, ცოტა ფუშინგს უკეთებს თუნდაც ფიტნეს კლუბში სიარულს. საქართველოში ფუნქციონირებს ფიტპასის, თუ ეგეთ არ ვიცი, ფიტპასის კომპანია, ესე რომ ვთქვათ, ეს არის რეალურად ერთ რაღაც კონკრეტულ თანხას იხდი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა კლუბებს თბილისის რაიონების მასშტაბით, რომელიც არ არის თქვა ძალიან ძვირად ღირებული და შეგიძლია ხა რაღაც ავტობუსის სარგებლობს ამ ჩვენ არ ვართ ჩართულები, ხო, იმიტომ რომ თქვა მაგ კონცეფციაში არ ვჯდებით, მაგრამ რეალურად ფანტასტიკური საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს საშუალება რომ ნახოს სხვადასხვა ალტერნატივები, თქვა თუნდაც უბნების და მოთხოვნების მიხედვით, რაც მანამდე თქვა ვისაუბრე. ხა მე თვითონაც როცა მივდივარ უცხოეთში, არის ალტერნატივა თქვა ევროპაში class pass-ი, თქვა fit pass-ის, რომელთაც მუდამ სარგებლობ ხოლმე, იმიტომ რომ აქვს ალტერნატივა თქვა 5 წუთის სავალზე ან 15 წუთის სავალზე მოუძებნო ის თქვა სავარჯიშო სივრცე, სადაც გამიადვილდება მისვლა დიდი რაღაც ესეთი ფინანსური ვალდებულების გარეშე. რა ხდენს თქვენ კაპიტალური დაანხარჯები ახსენეთ, რომელიც შემდეგ უნდა ინვესტიცია ჩადო და შემდეგ უნდა მიიღო აუცილებლად ბიზნესმა უნდა მიიღოს ეს შემოსავალი მოგებაც უნდა დარჩეს ბიზნეს. რა ქმნის, რა ახდენს გავლენას ფასზე ამაზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება გარდა იმისა, რაც კაპიტალურად ვდებთ, რომ განავითაროთ თქვენი ბიზნესი, რამ შეიძლება იმოქმედოს ფასის ცვლილებაზე. კი ბატონო, რეალურად ყველაზე დიდი წილი ჩვენ შემთხვევაში ეს არის სახელფასო ფონდი, ხო? ჩვენ მაქსიმალურად გაზრდილია საკმაოდ ხო, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი სახელფასო ფონდი მეტნაკლებად შესაბამისობაში იყოს იმ დანახარჯებთან, რაც ვთქვათ, თუნდაც ჩვენი კლუბის კლუბის თანამშრომლებს აქვს ხო ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სტაფი საკმაოდ ახალგაზრდაა, ვთქვათ, საწყის პოზიციებზე, მაინც რეალურად დღესდღეობით ფასები ყველაფერზე არის ძალიან გაზრდილი და ახლა მოგეხსენებათ, რომ უკვე ვთქვათ, სუპერმარკეტში შესვლა და ასე შემდეგ, რასთან არის დაკავშირებული რა დანახარჯებთან. ამიტომაც ვცდილობთ, რომ ჩვენი სახელფასო პოლიტიკა იყოს შესაბამისობაში, თანხმედრაში, ხო, იმ დანახარჯებთან, რაც დღესდღეობით ქვეყანაში არის და ყოველწლიურად ვაკეთებთ ხოლმე სახელფასო პოლიტიკის გადახედვას, მათ შორის, როგორც თქვენ ახსენეთ, წელსაც მოხდა ხელფასების ზრდა
დაკორექტირება და მოკლედ სახელმწიფო ფონდი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ამის გარდა მნიშვნელოვანი ბუნებრივი არის კომუნალური დანახარჯები, იქნება ეს ელექტრომომარაგება, გაზი, დენი თუ ასე შემდეგ, რაშიც. და ახლა რომ მოლოდინში ვართ ხო, ახლაც იზრდება კომუნალური ელექტროენერგიაზე გადასახადები. დამატებით, ну ახლა ასევე არის ბუნებრივია ის იმ ტიპის გადასახადები, როგორიც არის სახელმწიფო გადასახადები, ეს არის თქვა თუნდაც საშემოსავლო DGG და ასე შემდეგ, ხო? აი ერთ ჩანართს გავაკეთებ ხა თქვენი კითხეთ თქვა თუნდაც ევროპის მაგალითზე, ფიტნეს კლუბებში რატო არის თქვა შედარებით უფრო ნაკლები ფასი, ხო? რეალურად ან ბევრ ევროპის ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაშიც არის, რომ ფიტნეს კლუბებს და ზოგადად wellness ცენტრებს აქვთ საგადასახადო შეღავათი, ანუ ეს დამატებითი ღირებულების გადასახადი, როგორც არის VAT, რაც თქვა ჩვენს ანალოგში არის DGG, არის თითქმის გაუქმებული. ეხლა რო წარმოვიდგინოთ 20% თქვა, როდესაც გაქვს ჩამოკლებული სახელმწიფოს მხრიდან რამხელა ბენეფიტი შეიძლება მოგწეს, ხო? დღეს ჭირდება ფიტნეს ცენტრებს, აი ამ მიმართულებით მოქმედ ბიზნეს რეალურად ეს გადასახადი თუ თქვენ ახერხებთ აი ამ პირობებშიაც რომ განვითარდეთ. რა საჭიროებები უდგას დღეს ბიზნეს აი ეს რომ გითხრათ თუ გაქვთ ესე იდენტიფიცირებული უკვე? რეალურად ეს ახლა უფრო მეტად სახელმწიფოს პრეროგატივა, ხო? ფასზეც იქონიებდა ეს ერთი და რეალურად ფასზე გავლენის შემდეგ რეალურად ბაზარი ხო ახლა ეკონომიკა ისეთი რაღაცაა რომ თავისი ბუნებრივი უხილავი ხელით რეგულირდება, ხო? ანუ თქვა, როდესაც რაღაცის შეღავათი ხდება, თქვა, მე თუ არ გავზარდე ფასი, ვიღაცა კერდ, მე თუ არ შევამცირე ფასი, ვიღაცა სხვა კონკურენტი გამოჩნდება, მეც მომიწევ შემცირება და ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესია, ხო? ამიტომაც არის, რომ თუნდაც ევროპის ბევრ ქვეყანაში არის wellness და ესეთი ჯანმრთელობის კუთხით ობიექტებზე შეღავათი გაკეთებული, იმიტომ რომ რეალურად თუნდაც ფიტნეს კლუბი და ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ბევრ სხვა ისეთ სექტორზე ახდენს გავლენას, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდებოდეს, მათ შორის ჯანმრთელობა და ჯანდაცვაზე, ხო, იმიტომ რომ ხა ვარჯიში არის მეტნაკლებად მაინც შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენცია იმისი, რომ თქვა თუნდაც რაღაცა ქრონიკული დაავადებები, რაც შეიძლება ადამიანს ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს, ამის პრევენცია მოხდეს და ხო, ცოტა კომპლექსური საკითხია. გეგმებზე მინდა მოვასწროთ საუბარი. მე ვიცი რომ დაგეგმილი გაქვთ გაფართოება კიდევ მომავალ წელს და ეს იქნება ერთ-ერთი კლუბი კი ისევ თბილისში, კოლ თბილისში. პროექტზე რომ ესაუბროთ და მაინტერესებს აუცილებლად, რადგან ბიზნეს მედიაში ბრძანდებით, რა ინვესტიციის ჩადებას აპირებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნას. ხომ არ იგეგმება კიდევ სხვა ფილიალის გახსნა სხვა მიმართულებით? 2026 წელს რეალურად ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს, იმიტომ რომ 2026 წელს 10 წლის ვხდებით, შესაბამისად რაღაცა მრგვალი თარიღი არის და 2006 წელს დაგეგმილი გვაქვს გაფართოება როგორც ჰორიზონტალურად, ანუ ფილიალის და კლუბის გახსნით, ასევე ვერტიკალურადაც, რაც გულისხმობს, რომ კიდევ ბევრი ისეთი სიახლე გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, რაც გონია, რომ საქართველოში ცოტა სიახლე და ნოუ-ჰაუ იქნება. რაც შეეხება ახალ კლუბს, ეს იქნება საკენის ბიოგრაფიის პროექტი, რომელიც საკმაოდ საინტერესო პროექტი არის თავისი ეკოსისტემიდან გამომდინარე. ეს არის ვაჟა-ფშაველაძე ძველი სასტუმრო აფხაზეთის ადგილას და კლუბი იქნება ძალიან განსხვავებული, იმიტომ რომ გამორჩეული იქნება თავისი სრული თანამედროვე კონცეფციით, რაც თუნდაც ჩვენც საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ და ეხაც კი საბოლოო კონცეფციის ჩამოყალიბებაზეა მსჯელობა. და ეს იქნება პირველი კლუბი, სადაც იქნება თვალწოდების საცურაო აუზი. არა, საცურაო აუზი გვაქვს შაშან გავხსენით ლისზე, კი, გავხსენით ლისზე. კი, ოღონდ განსხვავებით თქვა ლისის კლუბისგან, ლისი უფრო მეტად სპა მიმართულებით არის, ეს იქნება უფრო სრულყოფილი ფიტნეს კლუბი, სადაც იქნება 25 მეტრიანი საცურაო აუზი და რეალურად იქნება თბილისში ყველაზე დიდი ოქტოპუსი, რაც ამ მომენტისათვის გვაქვს. დაახლოებით ინვესტიცია რა იქნება? დაახლოებით ინვესტიცია ჯერჯერობით რაღაც ესე არ გვაქვს ბიუჯეტი გათვლილი, თუმცა ინვესტიცია ყოველთვის დიდი გვაქვს ხოლმე. რეგიონის მიმართულებით ჯერ არ ფიქრობთ რაღაც რეგიონის მიმართულებით ამ მომენტისათვის არ გვაქვს რამე კონკრეტული გეგმა, თუმცა გონია რომ ძალიან საინტერესო არის ასევე რეგიონშიც განვითარება. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ, გვესაუბრეთ, გაგვიზიარეთ ის ტენდენციები, რაც დღეს ბაზარზე არის. წარმატებებს გისურვებთ გაფართოების მიმართულებით. იმედია, თქვენი სრულისამებრ განვითარდება კომპანია და უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი, უფრო პოპულარული გახდება, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობთ, რომ დანერგოთ საზოგადოებაში. მადლობა.
გაცვლილი შეგაქვთ. მადლობა. რედაქტორი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენ მომდევნო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.